3-2-1 თქვენ მისტიკოლის არხზე ხარ. დღეს კი გვაქვს გამოწვევა საკვები ფერების მიხედვით. სინამდვილეში ამ გამოწვევას ძალიან მოუთმენლად ველოდი, რადგან პირველ რიგში მაგარია, რომ შეგიძლია ფერის არჩევა და მერე საჭმელს გაჭმევენ ისინი. სინამდვილეში მაგარია, რომ აქ მხოლოდ საკვები გვაქვს. კი, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბავშვებო, მე თქვენთან ერთად ვიქნები კურისებში და შეგახსენებთ, რომ დღეს 12 ფერი გვაქვს. ეს არის 3 ფერი 4 რაუნდისთვის. თქვენი ყველა საჭმელი უჩვეულო იქნება. ამიტომ, ნუ მოემზადებით პომიდრის და კიტრის საჭმელად და მოემზადეთ იმისთვის, რომ მიირთვათ ის, რაც ჩვენ მომამზადეთ. მზად ხართ? კარგი, მოდი ავირჩიოთ, ვინ იქნება პირველი დიახ. ჯეირანი. ჯეირანი წავიდა. ჯეირანი. მოიცა. ის პირველია. ჯეირანი. კარგი. მე მეორე ვარ. მე ბოლო ვარ. ბავშვებო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ? რა არის ფერები და რა იმალება მათ ქვეშ? მეჩვენება, რომ ფერები საკვებთან კორელაციაში არ არის, თუმცა არა. ესენი ხილების ფერებია. ეს უნდა იყოს მაშინ ლურჯი კურასაო? რა? ეს არის წესით პლომბირი? ლიმონი. მოკლედ, ვერავინ გამოიცნობს, რადგან როგორც ჩანს რაღაც მსგავსი არსებობს. დაფიქრდით, კალმარის მელანი შავი იქნება. შენ თვითონ ხარ კალმარი. კარგი, ბავშვებო, პირველი რაუნდი და თქვენ უნდა აირჩიოთ ფერი. ჟენია პირველი იქნება. მიდი. გონი რაღაც მდოგვი იქნება. პრინციპში მდოგვი მომწონს, ამიტომ ალბათ ყვითელს ავირჩევ. კარგი. მოკლედ, ასე რომ მაქვს თეორია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნარინჯისფერი ძალიან ხიბლავს. ზუსტად ეს ნარინჯისფერია და ალბათ მას ავირჩევ. არ ვიცი რატომ. იქნება. ზუსტად არ ვიცი რა ავირჩიო, ამიტომ იყოს თეთრი. ოკეი? სხვათა შორის თეთრზე მეც ვფიქრობდი. მზად ხართ პირველი კურსების სანახავად? კი. კარგი, მოდით ნახოთ. დაასწიე მაღლა. ადვილია, ჩანგლის ჭამა მინდოდა, მაგრამ და რა ახლა- არის ეს? და რა არის ეს? გოგრა არის? გამოდის რომ გოგრაა. ჰუ, კარგი. ეს კარტოფილია, უბრალოდ კარტოფილია. ეს ლობსტერია? ან კალმარი? სინამდვილეში გოგრა ძალიან არ მიყვარს. სვის პროდუქტებია. სვის პროდუქტები მაქვს. არაფრის მეშინოდა, ისე არაფრის მეშინოდა. ღმერთო ჩემო, ბავშვებო, ამის ჭამა ძალიან რთული იქნება. გოგრის სუნი ახლა ცოტათი მაღიზიანებს. და სვის პროდუქტების სუნი მომწონს. არ გინდა გასვლა? ნიკოლს სვის პროდუქტები დიდად არ უყვარს, მაგრამ ნიკოლ, ერთი რამ მაინც უნდა გაცინჯო. რაღაც აუცილებლად უნდა მიირთვა. ეს ძალიან კატასტროფული არ არის. არ გინდა გასვლა? გემოს გრძნობ? ეს მე მგონი კარტოფილია, ეს კარტოფილს ეს ჭამს. მაკდონალდსის კარტოფილი უნდა იყოს. და ცდები. ეს კარტოფილი ერთ-ერთი ბარ რესტორნიდანაა, ბუნებრივად ყვითელი ფერისაა. იგი საერთოდ არ არის მაკდონალდსიდან. ძალიან ჰგავს გამომსხვარ კარტოფილს. არა უშავს, თითქოს ბებიის სოფელში არასდროს ყოფილ ხარ. ფერები შევადაროთ. მეჩვენება რომ ფერები სრულიად დაემსგავსოთ ერთმანეთს. არა, ხედავ, თეთრი ამაზე უფრო ღიაა. კარგი, კი, რა თქმა უნდა. მაგრამ სინამდვილეში მეჩვენება, რომ ყველაფერი უკიდურესად გულწრფელი იყო და თქვენ თავად გააკეთეთ ეს არჩევანი. კარგი გემო არ აქვს. თუ კალმარი გიყვართ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, რადგან მაგალითად მე მიყვარს. ვიდეოს გადაღების შემდეგ კალმარეთ კინაღამ მოვკვდი. კარგი. ისეთი თბილი და გემრიელია. და მე შემდეგ რაუნდს ველოდები. ყველა უარი თქვა ჭამაზე, მაგრამ ჟენიამ ყველაფერი შეჭამა. მოკლედ, დიდი იმედი მაქვს. ჩემი ჩანგალი წაიღეს. დიახ. მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად არ შევწდები და რაიმე სახის გოგრას ისევ არ ავირჩევ. სინამდვილეში ახლა უკვე დავიჯერე საკუთარი თავის, კარტოფილი შევჭამე და ახლა კიდევ ვაპირებ ჭამას. ამიტომ რაიმე ნათელფერს ავარჩევ. იმედია, რომ ახალს კარგი რამე ამომივა. არჩევანის დროა. მოუთმენლად ველი თუ რას გადაწყვეტ. პირველი მე ვირჩევ. ღმერთო ჩემო, კარგი, ვეცდები ავირჩიო. კარგი, იყოს იასამნისფერი. ეს არ არის იასამნისფერი. ეს ვარდისფერია. კი, ვარდისფერია, რადგან იასამნისფერი გვაქვს. იასამნისფერი. მე უბრალოდ დალტონიზმი მაქვს. კარგი, არა უშავს. სინამდვილეში მე აქ ვიჯექი. და ვფიქრობდი, რომელი ამერჩია. ვფიქრობდი. და ახლა იასამნისფერი ძალიან იპყრობს ჩემ ყურადღებას და ძალიან მინდა იასამნისფერი ავირჩიო. კარგი, რადგან ამ რაუნდში ყველაფერი კაშკაშაა, მაშინ ვარდისფერი ისფერიდან ავირჩევ რამეს. ლურჩა ვირჩევ. კარგი, თქვენ ეს ფერები აარჩიეთ. ხოლოდ მითხარით. რა გგონიათ რომ იმალება მათ უკან? იოგურტი, არ ვიცი, უბრალოდ იმედი მაქვს რომ მოცვის მე არ ვიცი რა იქნება. ეს ასე იქნება. გაჩერდი, 90% ჭარხალი იქნება, რასაც ვერ ვიტან. ეს ბირთულომზე უარესია. საჭმელს ავიღებ და მოგიტანთ. ჭამა. ჩანგალის მომიტანეთ, ჩანგალიც.
და კარგი, არა უშავს, ყველაფერი რიგზია. მე არა, მეორედ გამიმართლა. ტკბილეული! და მე ნაყინი მაქვს. ჟენია, სამეფო კრევეტები გაქვს. სამეფო კრევეტები მაქვს. ვაუ, მეორედ გამიმართლა. ვერც კი წარმოიდგენ თუ როგორი გემრიერია მე რასაც მივეთმევ. წარმოგიდგენიათ რამდენად გავს ერთმანეთს ეს ძალიან ფერები? გემრიელია. მისმინე, არაფერი მჭირდება, არც ნაყინი, არაფერი, მხოლოდ კრევეტები მჭირდება. ბიჭებო, რაღაც ძალიან მაგარი რაუნდი გვაქვს. გითხარით რომ მოცვი იქნებოდა, ანუ ტიკტაკი მოცვის არომატით. ფერით ის ყველაზე საყვარელია. შეიგზენი სუნი. სადე, ძალიან გემრიელია. მართალია. მოკლედ ლურჯი ფერისაა. საერთოდაც მას Magic Unicorn-ი ქვია, რომ იცოდეთ. მოკლედ, არსებობს ასეთი სიროფი, ლურჯი კურასაო. დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ძალიან გემრიელია. გააღე პირი. სახეში არა. ვაუ, ეს მართლაც შესანიშნავი რაუნდია. ასე რომ, ისე მგონია რომ აქ ჭამას კი არა, გამოწვევას ვიღებთ. ამიტომ ახალი რაუნდის დროა. არა. კრევეტების გასაფრთხილად კიდევ 5 წუთი მჭირდება. ხო, მოიცადე. კანია, გამორთე კამერა. ხვალამდე დაამთავრებს. მოიცა. მაშასე, მესამე რაუნდი. ჩანგალი, მომეცი ჩანგალი, დამიბრუნეთ ჩემი ჩანგალი. მოკლედ, მესამე რაუნდი, მიდი მალე აერჩიე. აქ მხოლოდ საჭმელად მოვედი. შეხედეთ ფერების ნამდვილ მრავალფეროვნებას. არ ვიცი, მე ჩვენება რომ ახლა რაღაც ნეიტრალური ფერი უნდა ავირჩიოთ. ძალიან ბევრი ფურცელი დარჩა, არ ვიცი რომელი ავირჩიო. მე ეს ფერი მგონია რომ ფაფას ფერს გავს. ასე რომ შეიძლება მე გავირჩიო. არ ვიცი, მე მგონი შავს ავიღებ. რატომაც არა, მოდი შავი ავიღოთ. კარგი, ნაცრისფერს ავიღებ. კი, ნაცრისფერს ავიღებ. კარგი, ახლა კი ჩემი ჯერია. არ ვიცი სადმე მიყვანს ეს, მაგრამ ამას ავირჩევ. კარგი, კი, ნაცრისფერს ავიღებ. მაინც ნაცრისფერს მე იღებ? უკვე ავირჩიე ნაცრისფერი. ნიკოლ, არა, მე ამას ავიღებ. მორჩა. მიდი რა, მე ავირჩიე, გადაწყვეტე უკვე. მე ავირჩიე. აი ეს. გამოიცანით რა შეიძლება იმალებოდეს ამ ყვავილების უკან? თეთრს ალბათ მიწას დამიდებენ. შავს, აჰა, მალე შეჭამ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა არის. მოკლედ, იმედი მაქვს რომ რაღაც პური იქნება. იმედია ბიგმაკი იქნება. შავი ფეხსაცმელი იქნება თუ რა იქნება? რეზინი, ეს პოლიციელის ხელკეტი იქნება. ო, ვიცი, ტკბილეული იქნება. ძირტკბილა იქნება. ამას ზენია. ყოველ შემთხვევაში შევჭამ. არ ვიცი, იქნებ მიწა მომიტანონ. რანაირად? უბრალოდ კარგი. შეხედეთ და მე ამ გემრიელ ბიგმაკის ბურგერს მომიტანენ. მიდი. მზად ვარ რომ ისინი თქვენთან მოვიტანო. ჩვენ მზად ვართ რომ ნახოთ რეებია. სხვათა შორის რაღაც კანფეტის სუნი მცემს. თუ, ისეთი რაღაცეები მაქვს, ან რაიმე სიცი. სახის პუნთუშაა. სინამდვილეში კარგი სუნი აქვს. კარგი, მართლა. მოდი, 1, 2, 3. თქვი, და თქვი. აჰაჰა, შავი ქლიავი. გემრიელად მიივთვი. პურკით არის. ჟენეჩკა, მეჩვენება რომ იმ რაუნდებში ზედმეტად გაგიმართლა. ვიცოდი რომ არ გამიმართებდა. ნუ იქნები თავხედი. და შეხედეთ როგორ უხამდება ფერებს. უბრალოდ იდეალურია. თეფშების ქვეშ ყავისფერია. ნიკოლის კერძი იდეალურია. ჟენიასიც იდეალურია, კურკა რომ არ ვინმეს ქონდეს. ხომ არ გინდა? მიირთვი. მართლა. სინამდვილეში უბრალოდ არ გაუმართლა. სხვათა შორის ნიკოლი მთელი გამოწვევის განმავლობაში პირველად მიხვდა, რომ ეს მართლაც ბურგერი იქნებოდა. რადგან ფერი იდეალურია, ის უფრო იდეალური იყო, ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. თავიდან მეგონა კარტოფილს მომიტანდნენ. უბრალოდ უმს. ეს არ ჩიზბურგერია? იქნებ ზღვიდან წყალი მომიტანოთ. ხო, მისმინეთ. მგონია რომ ვიღაცას ეს მოეწონება. კომენტარებში დაწერეთ, ვის მოსწონს ეს. ცხოვრებაში არასდროს ბიჭამია შავი ქლიავი. საჩუქრად კი შავ ქლიავს გამოგიგზავნით. არა, კარგია რომ არ ვწდი. კურკაზე კბილი რომ გავიტეხო, იდეალური იქნებოდა. ეს სასაცილო იქნებოდა. მე რომ მეჭამა მართლაც ეგრე დამემართებოდა. ის ასეზის, აი ასე. პატარა შტამპი გვაქვს. კარგი, გონი ყველან მივხვდით რომ გაგვიმართლა. მოდი შემდეგ არჩევანზე გადავიდეთ. ამას აშკარად ჩანგლით ჭამენ. ასე რომ, ბოლო შეხებით, შემდეგი რაუნდი. წავიდეთ. წავიდა. კარგი, ხოლოდ მე დამჭა ჩანგალი, ასე რომ დავიწყოთ. სწორედ ამიტომ ირჩევს ჟენია პირველს. კარგი, აბა ნახოთ. ნიკოლს მწვანე სვიტერი აქვს. თავისთვის მწვანე ფერი უნდოდა. ბოდიას წითელი სვიტერი აქვს. მას წითელი მოუნდება. მე მგონი ნაცრისფერი დარჩა. არ ვიცი რა არის, რადგან ბავშვებს პატივს ვცემ და პირველი არჩევანის გაკეთების უფლება მაქვს. ალბათ წითელს ავირჩევ. მართალია, თავიდან წითელი მინდოდა. დიდი მადლობა. შენ მე ის სპეციალურად წამართვი. შეიძლება წავაგო, ამიტომ ნაცრისფერს ვირჩევ.
სულ ესაა, შენია, ეს ბოლო გადაწყვეტილებაა. აუ, გთხოვ. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ. კარგი, ხო. ნაცრისფერს ვირჩევ. იმედი მაქვს რომ რამე ასფალტის მსგავსი არ იქნება. მისმინე, მითხარი, არჩევანის შეცვლა აღარ შეგიძლია. 1, 2, 3, ასფალტის ნაჭერს ვირჩევ. კარგი, მორჩა, ახლა ჩემი ჯერია. წითელს იმიტომ ვირჩევ, რომ ჩემი სვიტრის ფერს უხდება. ეს იმიტომ ავირჩიე რომ ფერს რაღაც უხდება. მართლაც საინტერესო იქნება. არც კი ვიცი, უკვე ბანალურია თუ არა. არც პომიდორი, არც რაიმე სახის ალუბალი. მოკლედ, ეს არის ახლა უფრო დაბალი ვარ. იცით რას მივხვდი? ვაიმე, ჯანდაბა, რატომ ავიღეს? ლაიმია. შეგიძლია შეიცვალო, შეგიძლია ასფალტი შეჭამო. კარგი, მოგვიტანე. მე მომაქვს. ფუ, ხოდა, სინამდვილეში რაღაც გაუგებარი სუნი მცემს. სიმართლე რაღაც გითხრათ, თბილი სუნი მცემს. დიდად არ მაინტერესებს. ძალიან უცნაურია. მოდი 1, 2, 3, 1, 2, 3. სერიოზულად? წითელი ხიზილალა? რა თქმა უნდა, ხიზილალა. ფუ, რა არის? ნიკოლ, ეს ნამდვილად არ არის ფუ. არამედ ტკბილეულია. ეს ფისტას არომატის ღვეზელია. შიგნით კი თეთრი შოკოლადი დევს. მე მგონი, გაჭერი და შეხედე. ხო, ჩანკალი მომეცი. სინამდვილეში ამ ხიზილადის შოვნა ძალიან რთული იყო. რადგან იტალიაში წითელ ხიზილალას ვერ იშოვი, სპეციალურ მაღაზიაში რატო? წავედით. რადგან იტალიაში წითელი ხიზილალა არ არის. იმედია რომ მამას გვერდით გადადებს. ორაგული არა აქვთ? მას რა არის შიგნით? მითხარი. ისე, სინამდვილეში გემრიელად გამოიყურება. ესეც კარგია. ოდნავ შეირხა, რადგან თითით შევეხე. მოკლედ, ეს რაღაცა ძალიან ტკბილი და მჟავია. გემრიელია, გუშტუკებიანი თეთრი შოკოლადის მსგავსია. ოდნავ ხრაშუნაა. ეს კი რაღაც მინანქარია. არ ვიცი რა არის. ალბათ ფისტაშკები. ეს ფისტაშკებია. ვაუ, ხიზილალა ზომიერად მარილიანია. გამომცხვარი პური კარგია, ყველაფერი კარგია. წავა რა. მაკარონი. მაგრამ თუ ყელში გამეჭედება, არ დავიხრჩობი, რადგან ნახრეტი აქვს და არ დამახშობს. დაიხრჩობა. ნიკოლ, ბუტერბროდი ხომ არ გინდა? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რაღაცაა. კარგი, არა უშავს. კარგი, ასეთ დიდ სენდვიჩებს თქვენს გაძლევენ? თუ ასეა, დაწერეთ კომენტარებში. აი, გამომწერებო. ნიკოლმა ტკბილეულში წითელი ხიზილალა ჩაყარა, მაგრამ პრინციპში ძალიან გემრიელი იქნება. კარგი, სინამდვილეში ბევრი ვჭამე. გივოცავთ ახალ წელს. მაკარონი ხომ არ გნებავთ? არა, კიდევ მაკარონი არ დამიკეთე. მინდა. მისმინე, შეგეძლო ჩემი აგეღო და ხიზილალა გეჭამა, მაგრამ შენ ასე არ მოინდომე. არ გააკეთე. შემდეგ მწვანე აირჩიე, მაგრამ ისევ არა. მე მგონი რომ შენ დამარცხდი ჟენია. მე ასე მგონია. მე მართლაც ჩახლართული არჩევანი გავაკეთე. ცადე მისი დამარცხება, მაგრამ საკუთარი თავის დავამარცხე. შემდეგ ისევ წრეზე დავამარცხე და ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე. მოკლედ, მირთვი მაკარონი, რაღაცნაირად ძალიან რთული აღმოჩნდა. მაკარონი არ მომეწონა. მაშასე ბავშვებო, მეჩვენება რომ ეს ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში როგორი ვიდეოების ნახვა გსურთ კიდევ. რათა თქვენთვის მერე გადავიღოთ 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის და არ არ დაგავიწყდეთ დაგავიწყდეთ მისი და დალაიქება და ჩვენ გავიქეცით. თუ გინდათ რომ ხიზილალა შეჭამოთ, მაშინ დაალაიქეთ.